პაციენტი ექიმების წინააღმდეგ 34 წლის მიხეილ ლაბაური დაინვალიდებას ღუდუშაურის კლინიკის ექიმებს აბრალეს. ოპერაცია მას საავადმყოფოში რამდენიმე წლით წინ გაუკეთეს, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ თუ სასწრაფო ოპერაციას არ გაიკეთეს, ფეხის ამპუტაცია დასჭირდება. რეგულირების სააგენტო მის ექიმების დასაჯა, რომლებიც ოპერაციას აკეთებდნენ, ქირურგს სერტიფიკატი შეუჩერდა, მის ასისტენტებს კი წერილობითი გაფრთხილება მისცეს. მიუხედავად ამისა, ექიმი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ოპერაცია კარგად გაკეთა, სანქცია კი ჯანდაცვის სამნის, რომ არა საექიმო შეცდომის, არამედ მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის გამო დაუწესა. თამარ ურუშაძე ამბობთ. 14 წლის მიშელ ლაბაურს ფეხს აჭირა, მისი მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მას წლების წინ ოპერაცია გაუკეთეს. პროფესიული პასუხისმგებლობის საბჭოს გადაწყვეტილებით 4 ექიმი დაისაჯა, ერთ სერტიფიკატი ერთი თვით შეუჩერეს, 3 კი წერილობითი გაფრთხილება მიიღო. მიშელ ლაბაურის სარჩელი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაინვალიდდა, უკვე სასამართლოშია, ის მედიკოსებს უჩივის. ამბობს, რომ შეცდომა ჯერ დედოფლის წყაროს ექიმმა დაუშვა, შემდეგ კი ღუდუშაურის კლინიკის ქირურგმა. მას ბოლო 2 წელია ფეხი დაჩრგებული აქვს. ანთებითი პროცესის გამო რამდენიმე მძიმე ინფექციური დაავადებაც განუვითარდა, რის გამოც მისმა კიდურმა გადაგვარება დაიწყო. ყოველდღე ველოდები რომ მოვუყრე რა. ფაქტია, რომ არასწორად არის გაკეთებული, იმიტომ რომ ფისტულები მაგ გაკეთებული, რაღაც ძვლის ფრაგმენტები გამომდის იმ ფისტულებიდან, ვარ ძალიან ცუდ მდგომარეობაში და სიარულითაც დავდივარ წამლებს, ვიღებ გამაყუჩებლებს და ისე დავდივარ ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში სულ წევარ. ამპუტაცია კი არა, იმის საშიშროებაა, რომ სეფსისი განვითარდეს და საერთოდ დავიღუპო. პაციენტის არგუმენტებს არ ეთანხმება ქირურგი, რომელმაც ლაბაურს ოპერაცია გაუკეთა. ექიმი ადასტურებს, რომ ჯანდაცვის სამნის, რომ მას ამ და კიდევ ერთი სხვა საქმის გამო სერტიფიკატი ერთი თვით შეუჩერა. მედიკოსი ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი არა საექიმო შეცდომა, არამედ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეწი გახდა. ვაჟა მარსაგიშვილი პაციენტის მდგომარეობას თავად ლაბაურს აბრალებს და ამტკიცებს, რომ ოპერაციის შემდეგ მან ექიმის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. დაინგრა კედელი და მოყვა ამ კედლის ქვეშ. მიიღო რთული დაზიანება, მიიღო მენჯისძვლების მოტეხილობა, ტაბუხის ფხოსოს დაზიანება უხეში და ყველაზე უხეში დაზიანება საჯდომი ნერვის, რამაც გამოიწვია ამ კიდურის გარდა იმისა, რომ მოტეხილობა კიდე ფუნქციის უფრო გაუარესება და დაქვეითება. ოპერაცია გაკეთა ტაბუხის ფხოსოს აღდგენა და ჩაისვა ხელოვნური სასადე, უცხო სხეული ორგანიზმში, ხო? ამას უნდა გაფრთხილება. 4 წლის შემდეგ დაიწყო ინფიცირება უკვე. ვინაიდან ფონი იყო ძალიან უარყოფითი. ამ ნერვის დაზიანების გამო. სადაც ეს პირველად გამიკეთეს ან დაჭიმვა და რაღაცა გირების მაგივრად აგურები დამკიდეს, რომ ხელსამოწყობოში გირები ვერ მოიძებნა და არაფერი. ლაბაურის პრეტენზია დედოფლის წყაროს ექიმთანაც აქვს, რომელმაც ის პირველად გასინჯა და უბედური შემთხვევის შემდეგ პირველადი დახმარება გაუწია. 34 წლის მეორე ჯგუფის ინვალიდი ამბობს, რომ მას თავიდანვე არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. სასწრაფო ოპერაციის მაგივრად ფეხზე 5 აგური დაადეს. დედოფლის წყაროში დღეს შემთხვევის დეტალები გაიხსენეს. გირი როცა არ არის რაღაც სიმძიმეს დაკიდება, აგური იქნა რაღაცა ის იგივე წონის არ იყოს, რომ საფსარი განიტვირთოს დროებით მაინც ერთი თვე მაინც რომ მე გაკეთეს ოპერაცია უკეთეს პირობებში. ეს დასაშვებია ეგ დასაშვებია, ნუ როცა არ არის თან ეგ სტაციონარში არ დაწარმოთავს და უარი თქო განაცხადა მაგაზე და რაღაც დაჭიმונה გაკეთებულიყო. დაზარალებულმა მიხეილ ლაბაურმა მოაბეს დახმარებისთვის თავად მიმართა. მისი ანალიზები უკვე გერმანიაშია. კლინიკა მზად არის პაციენტი მიიღოს, მაგრამ სოციალურად დაუცველ ოჯახს ოპერაციის სახსრები არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმების შეცდომა ოფიციალურად აღიარებულია, დაინვალიდებულ ახალგაზრდა კაცს არავინ დახმარებია, არც მედიკოსი, არც კლინიკა და არც სახელმწიფო. თუ სასწრაფო ოპერაცია არ ჩაუტარდება, ფეხის ამპუტაცია გარდაუვალი იქნება.